ტურბოზავრები. აი კიდევ ბოთლი. მოდი პირველი ვინ მიირბენს. ეს ბოთლი ჩემია. თვითონ თქვი იმისია, ვინც პირველი აიღებსო. ახლა ბოთლი ჩვენია. ჩვენ უფრო მეტ პლასტიკს შევაგროვებთ და აი ამას მოვიგებთ. პრიზი დიდი თავგადასავალია. სამწუხაროა, რომ მეორე ადგილზე გასულებს პრიზი არ შეხვდებათ ნახვამდის. შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? რა თქმა უნდა დაგეხმარებით, საინტერესო ჟღერს. გზებიც უფრო ლამაზი გახდება. ჭუჭყიანი ქუჩები არ მიყვარს. ეს ძალიან მარტივია. მე კი მიყვარს, როცა მარტივადაა ყველაფერი. შეიძლება ჩვენც ვითამაშოთ, როცა გაიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ყველანი ვითამაშებთ. მე ზევიდან დავათვალიერებ. სად არის პლასტიკი? აქ მოიტანეთ, მე ფერების მიხედვით დავაწყობ. ტურბოზავრებო წინ! პლასტიკი ნაპოვნია. მედითორ. გაგვიმართლა. აქ უამრავი პლასტმასის ბოთლია. რა მაგარია. აქ უამრავი პლასტმასის ნივთია. ანკი ისვრის და მიზანში ხვდება. რა ლამაზია, როცა ქუჩები სუფთაა. შეხედეთ. სამწუხაროა, რომ ბანანის ქერგს არ ვაგროვებთ. ეს საკმარისი იქნება, რომ მოვიგოთ. აქ რა მოხდა? ყველაფერი დანგრეულია. არა და რა კარგი მოედანი იყო. რაღაც უნდა მოვუხერხოთ. აბა, შეძლებთ ამის გაკეთებას. ო, მაგრამ მთელი პლასტიკი დაგვეხარჯება, რომელიც შევაგროვეთ. და სათამაშო მოწყობილობას ვერ მოვიგებთ. მაგრამ იმას მხოლოდ ერთი ადამიანი ითამაშებს. საბავშვო მოედანზე კი ყველა შეძლებს თამაშს. მაშინ მოდით, სწრაფად ავაშენოთ. ეს ყველაფერი ბაზაზე წაიღე, იქ გადავამუშავებთ. მაგარია. გადამუშავებული მოედანი გადამუშავებული მოედნისგან. ფოტო ინტერნეტში გამოვაქვეყნე. მალე აქ ბავშვები მოვლენ. შესანიშნავია ტურბოზავრებო, ჩვენი წასვლის დროა. ითამაშეთ ბავშვებო. ასე რა გიხარიათ? წაგებას აღნიშნავ თუ იღბლოებო? თავარი პრიზი ჩვენ მოვიგეთ.
თქვენ პლასტიკის შეაგროვეთ, რომ სათამაშო თქვენთვის მოგეგოთ. ჩვენ კი პლასტიკი ამისთვის შევაგროვეთ. და ყველას შეუძლია აქ თამაში. ახლა ვინ არის გამარჯვებული? გამომართვი, შენი თამაშე. მე კი გორაკზე გავიქცევი. ეც დამელოდეთ. დაგვეციე. შეხედეთ, რა ვიპოვე. ალბათ ტურისტებს დაავიწყდათ. ეს კოსმოსური რაკეტაა. მასზე შეიძლება ვარსკვლავებთან გავფრინდე და სხვა პლანეტებზე. ეს სახიფათო არ არის? ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება სხვა პლანეტებზე. როგორ არ ვიცით? ყველაფერი ხატია. სხვა პლანეტებზე ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. ეს კი მე მგავს. შეიძლება ბიძა ჩემია. საოცარია, ზერს ბიძა ჰყავს. ანდეიდა, რა მნიშვნელობა აქვს? მინდა მათთან სტუმრად ჩავიდე. ჩვენ ხომ კოსმოსური ხომალდი არ ყავს. მაგრამ ვიცით როგორ გამოიყურება. მის აშენებას შევძლებთ. და კოსმოსში გაფრენილი მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი გავხდები. 15, 18, 25. მორჩა. ყოჩახ, 25 ჩაჯდომა გავაკეთეთ. ახლა 100 თვები. არ შეიძლება რომ ვარჯიშის გარეშე გახდე კოსმონავტი. არ შეიძლება. აქ ყველაფერი ხატია. კარგი, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი კოსმოსური ხომალდი გამოვიდა. მეც მინდა სხვა პლანეტებზე გავფრინდე. შენთვის 5 ჯერ უფრო დიდი ხომალდი უნდა ავაშენოთ. 6 ჯერ. ჩვენი კოსმონავი სად არის? კოსმონავტი გადაიღალა. რაკეტა მზად არის გასაფრენად. ზარ, ფრთხილად იყავი. არ ინერვიულოთ, სწრაფად ვიფრენ. იქით გავფრინდები და მასშივე უკან დავბრუნდები. ვიწყებ უკუთვლას. 5, 4, 3, 2, 1, სტარტი. რა ხდება? სად არის ცეცხლი, კვამლი? რატომ ვერ მიფრინავ ვერსად? რას აკეთებთ? რაკეტას ვუშვებდით კოსმოსში, მაგრამ არ გაფრინდა. მინდოდა მსოფლიოში პირველი კოსმონავტი პტეროდაქტილი გამხდარიყავი, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ზუსტად ისეთი რაკეტა შევქმენით, როგორიც ფოტოზეა. ნეტავ რა არ გავაკეთეთ სწორად. ძალიან კარგი რაკეტაა, მაგრამ ვერ გაფრინდებოდა. მას ხომ ძრავები არ აქვს. რაკეტების ძრავები კი ძალიან რთული კონსტრუქციისაა. ჩვენ თვითონ მასეთებს ვერ გავაკეთებთ. ასეც ვიცოდი. წინოთ. იდეა მაქვს. ამ რაკეტას პარკში დავაყენებთ და ბავშვები კოსმონავტობანას ითამაშებენ. შესანიშნავი იდეა, კატია, მაგრამ ჯერ რაკეტა უნდა დავშალოთ, პარკში გადავიტანოთ და იქ თავიდან ავაწყოთ. ტურბოზავრებო, წინ!
დო, ფარებით გაანათე. ტრაკ, ანკი, რაკეტის აწყობა და დაყენება დაიწყეთ. ზერ, თვალი ადევნე რომ რაკეტა ზუსტად ვერტიკალურად იყოს დაყენებული. ტურბოზავრებო წინ! დავიწყოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავ. რაკეტა გადაიხარა. უფრო სწორად უნდა დადგათ. ყოჩაღ, შესანიშნავად იმუშავეთ. წყალღრმა ბატისკაფებს ზრავები აქვთ? მინდა მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი ვიყო. ასეთი რა ვთქვი? რა? სენსაცია. ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი мама სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, papa ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ გვიპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი ისეთ ყოფილხართ. თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. კატя, მოდი უფროსებს ვუთხრეთ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებ. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება, მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. მინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? ვითომ რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა, რისგან გამაკეთებთ? რა თქმა უნდა, ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატя, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო წინ!
ტურები? როგორც მოდელი მეცსარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. ტყეში იდგა ვიღაცამ ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეკობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. რამდენი ხანია არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექაქუხილია. ბედა, გადა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექაქუხელი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექაქუხელი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მეხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთული ამოცანაა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დო წაიყვანე და მეზობლები შემოიარე. მზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოს დავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს წაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლის აით გავრცელდება.
კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლმდები. გმადლობ, კატია. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველა საფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ. ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. რადგან შენ იღებდი? მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. ციცინათელები. მეც მინდა ასე. არა, უკვე გვიანია. ცოტში უნდა გავიქცე. რა სწრაფად მოვედი. მიდი, გაიხსენი. არა, მედალიონი დავკარგე. მეგობრებო, შემომიშვით. რა ხდება? ანკი? იქნებ პეტიას ოთახში ჯობია. მაგრამ კარში ვერ გაეტევი. დიდი კარია ვაშენოთ. არა, ახლა უნდა დავიძინოთ. დილით მოვძებნოთ შენი მედალიონი. შეგიძლიათ ერთი ჭიქაწყალი მომიტანოთ. კაკუნზე არავინ არ მიპასუხა. აი, აქ წავიქეცი. სადღაც აქ უნდა იყოს. აი, სად ყოფილ ხარ? გეძებდით. სად იყავი მთელი ღამე? ღამე ჩვენთან გაატარა. მედალიონი დავკარგე. ბაზაზე მოჩვენებები არიან. არა, მოჩვენებები არ არიან. ვიღაცა მანკის მედალიონი იპოვა. მედალიონი დიდ მანძილზე არ მუშაობს. აი, ასე გამოსცემს ხმას. ასე არა. მაშინ აქვს ხმა, როცა ხესთან ახლოსაა. ეს რა გაქვთ? კიდათ გავცვალოთ. არა. ფედია, ბორა. და გავიწყდათ, რომ ბოსტანში დახმარებას დამპირდით. მართალია დეიდა ნორა. გარეთ რა თქმა უნდა უფრო საინტერესოა, მაგრამ დამპირდით. კარგი იქნება თუ ხვალ ყველაფერი მზად იქნება მცენარეების დასარგავად. დღეს არ მინდა მუშაობა. არც მე არ მინდა. მაშინ თქვენთვის კარგი წინადადება გვაქვს. მაგრამ სამაგერად მედალიონი უნდა მოგცეთ. მიწა უნდა მოხდათ. გასაგებია, მეგობრებო? კი, გასაგებია. რა არის ამაზე ადვილი? ძალიან ადვილია. თვითონაც იცით. ჩუმად ყველას გააღვიძებთ. კარგი, მაშინ დავიწყოთ. ჩუმად. ტურბოსავრებო წინ!
მეგობრებო, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ძალიან ლამაზია, თუმცა კარგად დავისვარეთ. რას აკეთებთ? ეს იმისთვის, რომ ფედიამ და ბორამ დანაპირები შეასრულონ. დარგვაც მოასწარეთ ჩემ მაგივრად? ნამდვილად დაიმსახურეთ ნაყინი. საფულეს მოვიტან. არის. აბა ბიჭებო, მოგვიცით მედალიონი. იქნებ ჩვენ დავიტოვოთ. დეიდა ნორამ არ იცის რომ ეს თქვენ გააკეთეთ. გაიგებს. აი ამას თუ აჩვენებთ. ანკი, სხვა დროს ყურადღებით იყავი. რა მოწყენილობა? მოწყენილობა. პეპლებს როგორ უმართლებთ? სადაც უნდათ იქ მიფრინავენ. მაგალითად ქალაქში. ქალაქი ძალიან საინტერესოა. იქ სახლებია, მანქანები. აქ დღეში კი არაფერი არ არის. იქნებ გავისეირნოთ თორ. ქალაქში საშიში არ არის? რატომ უნდა იყოს საშიში? შუქნიშანზე თუ წითელი შუქია, უნდა გაჩერდეთ თუ მწვანეა, გზას გააგრძელებ. ტურბოზავრებო, წინ! ეს ახალი მოდელებია? როგორი მუხლუხებია. როგორი ციცხვებია. ბულს უნდა მოვუყვეთ. დილიდან არავის არ დაუნახავს ისინი? არავის, გაქნენ. თელ დღეს შემოვუფრინე. ჩვენს დღეში თუ არ არიან, ესე იგი, ქალაქში არიან. შეუძლებელია. სავსებით შესაძლებელია. თორი გამოთმებით იმას ამბობს, რომ ხიარულებაა ქალაქში. ზერ, გავიგე, სოფლიოში საუკეთესო მზვერავს ყველაფერი უსიტყვოდ ესმის. იპოვე? იქ მშენებლობა. თორი და ანკი მშენებლობაზე მუშაობენ. მათ კაბინებში ადამიანების ხედან. რა უცნაურია. მე მგონი მივხვდი რაც მოხდა. ნამდვილ სამშენებლო ტექნიკაში შეეშალათ და მშენებლობაზე წაიყვანეს. უნდა დავეხმაროთ. ხო, მაგრამ სახამომდე უნდა მოვიცადოთ. ქალაქში არავინ არ იქნება და დილამდე სამუშაოებსაც შეეჩერებენ. ტურბოზავრებო, წინ! ოჰო, რა კარგად გწოდნია თვალის ჩაკვრა. მეც მინდა ასე შემეძლოს. რომ დაბრუნდებით გასწავლი. ჰეი, ალო, გაღვიძების დროა. ზერ, შემაშინე. თქვენ შეგვაშინეთ, როგორ არ გწხვენიათ? უბრალოდ ქალაქის დათვალიერება გვინდოდა. კატя, და ისე მოხდა რომ ხვდებით რაც მოხდა, მაგრამ რატომ არ დაბრუნდით?
არ შეგვიძლია. კი, მაგრამ რატომ? მშენებლობა უნდა დავასრულოთ. მშენებლები ამბობდნენ, რომ დანიშნულ ვადამდე ვერ ასწრებენ დასრულებას. და ბავშვები ბაღის გარეშე დარჩებიან. იდეა მაქვს. სამუშაო ბევრია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ანკი, შენ პანელებს ბულზე დატვირთავ ბულ, შენ მათ ფუნდამენტთან ახლოს მიიტან. ტრაკ, შენ პანელებს ადგილებზე დააყენებ. თორი მიწას გაასწორებს. ზერი და დო, გზას ადევნებენ თვალხურს და ვინმე თუ გამოჩნდება ნიშანს მოგცემენ. ტურბოზავრებო წინ! შესანიშნავია. აკარია, სახურავი დარჩა. ჰო, აქ ზერის გარეშე ვერ გავუმკლავდებით. გეთანხმები. მე შეუცვლელი ვარ. ტრაკს დაეხმარე სახურავი გაასწოროს. მარცხნივ, მარჯვნივ, წინ, უკან. შესანიშნავი ნამუშევარია, მეგობრებო. აერას ნიშნავს, როცა ერთად და მხიარულად აკეთებს საქმეს. კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ თორი და ანკი არასწორად მოიქცნენ. გაიქცნენ და არავის არ უთხრეს. პატარა ბავშვები ვით არიან. ასე აღარ მოვიქცევით. ასე აღარ მოვიქცევით. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. თქვენ აქ რას აკეთებთ? აქაურობას ვაწესრიგებთ. ჩვენ უკვე დავალაგეთ და ბებიამ კინოში წასვლის უფლება მოგცა. ჩვენ? ჩვენც გვინდა. კინოში არასდროს არ ყოფილვართ. დალაგება დამთავრებულია და ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად კინოში წამოსვლა. ხო, მაგრამ ტრაკს რა ვუყოთ? მას დაინახავენ. გენიალური იდეა მაქვს. თქვენ წინ გავფრინდები და მოახლოებული საფრთხის შესახებ ტრაკს ტვენით გავაფრთხილებ. ვაშა, ტურბოზავრებო წინ, კინოში. განგაში! ცრო განგაში იყო. მინდოდა გამეგო როგორ გამომდის ტვენა. დღეს მთელი ქალაქი კინოთეატრშია. თქვენ რატომ დგახართ და გაგვიანდებათ? მართალია, აქ რატომ დგავართ? დაგვაგვიანდება. ბილეთები აღარ არის, ყველა გაიყიდა. ხედავთ, იმდენ ხანს უსტვენდით, რომ ბილეთები გაიყიდა. განგაში! რა საინტერესო რეკლამა გაუკეთეს? კინო, რა მაგარია?
ნორა, შემთხვევით იქით კედელზე სატვირთო ხომ არ დაგინახავთ? სატვირთო? იქ რა უნდოდა? მე მგონი ფილმს უყურებდა. კინოში კი მივედით, მაგრამ წესიერად ვერაფერი ვერ ვნახეთ. ერთი იდეა მაქვს. წამოდით, გაჩვენებთ. ეს ძველი კინოთეატრია. ავტომობილისტებისთვის ადამიანები მანქანებით მოდიოდნენ და იქიდან უყურებდნენ ფილმებს. მერე ქალაქში ახალი კინოთეატრი ააშენეს და ეს მიტოვებული დარჩა. ჩვენ კი მას აღვადგენთ. ქალაქისთვის ერთი კინოთეატრი ცოტაა. დღეს ბილეთები არ გვერგო. გავიგე, მივხვდი. ეს გენიალურია. დანარჩენებთან ერთად შევძლებთ ფილმების ნახვას ისე რომ დამალვა არ მოგვიწევს. მაშ ასე. ჯერ ნაგავს გავიტანთ. შემდეგ ტერიტორიას ავზომავთ და ეკრანს გავასუფთავებთ. ამოცანა გასაგებია? ტურბოზავრებო, წინ! აიქ, იქ კიდევ ერთი ლაქა? შესანიშნავად ვიმუშავეთ. შეგვიძლია პირველი მაყურებლები დავპატიჟოთ. მე ორ შევჭამდი, არ გამიჭირდებოდა. მე სამს. არა, სამი ანანასი არ ჩაგეტევა. დიდხანს შევჭამ. მაგალითად ერთი კვირა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალი გვქონდა, ძალიან გემრიელი იყო. რა? გემრიელი? მხოლოდ ერთი? ანანასი, ბებიამ გვიყიდა. ასეთი ბოსტნეული ან ხილი. ნამდვილი ანანასი ბალახოვანი მცენარეა. ინტერნეტში ასე წერია, მე თვითონ წავიკითხე. მეც მინდა ბალახოვანი მცენარე. მეც მინდა. ყველას გვინდა. ანანასი აღარ არის. სად არის? შევჭამეთ. ასეც ვიცოდი. იდეა მაქვს. ანანასის წვერი დარჩა. შეგვიძლია დავრგათ და ახალი ანანასი გაიზრდება. წვერი? სად არის? მოდით სასწრაფოდ დავრგათ. ჩვენთან ანანასი არ გაიზრდება, სათანადო პირობები სჭირდება. უნდა შევუქმნათ. სითბო სჭირდება და ბევრი წყალი. ორანჟერეას ავაშენებთ. ეს მეფე ლეოპოლდ მეორის სასახლის ორანჟერეა. შეგვიძლია ასეთი ავაშენოთ. ეს ხომ ნამდვილი სასახლეა. მერე რა? რით ვართ ლეოპოლდზე უარესები? სკულპტურებიც უნდა დავდგათ. ტრაქს დავაყენებთ მორზე. ის იქნება სკულპტურა. გეყოფა სისულელეები, სკულპტურები არ გჭირდება. სასახლის თანამედროვე მასალით ავაგებთ, ლითონის მილები დაგჭირდება. მინა? სად უნდა ვიშოვოთ? სოფლის ბოლოში ცოტა ხნის წინ ახალი სახლი ააშენეს და მთელი გროვა სამშენებლო ნაგავი დარჩა. მართალია, ბები ეჭხობობდა, როდის გაიტანენო ამ ყველაფერს ნაგავს საყრელზე. ჩვენ გავიტან და ანანასიც გაიზრდება. ტურბოზავრებო, წინ!
საინტერესოა. მე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესოა. ტრაკ, კარკასი მოამზადე. თორ, მიწა მოთხარე და ტრანშია გათხარე ტბისკენ. ტრაკი მაშინ მილებს ჩადებს, მოსარწყავად დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. ასე. კარგია. მეც მინდა დაგეხმაროთ. შენ სამეთაურო პუნქტი იქნები. მარჯვნივ, ასე სწორია. უფრო მაღლა აგწიე? ჰო. ტრაკ, ახლა ეს რკალები მიწაში ღრმად უნდა ჩაარჯო, გესმის? თორ, ტრანშია გათხარე ტბისკენ. მცენარეებს წყალი სჭირდებათ. კარგია. თითქმის ისეთივე გამოვიდა. ვაშა, ეს შევძელით ყოჩაღები ვართ. დაწვერი? როდის უნდა ჩავრგათ? დღესო ჩავრგავთ. ანანასი როდის იქნება მზად? ხვალ არა? არა ზერ, მოგიწევს მოითმინო. კარგი, მზად ვარ. მოვწყავ, მოუვლი და მოვითმენ. ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმის დავიმალოთ. ეს რა არის? საიდან გაჩნდა ასეთი სილამაზე? ჩვენ თვითონ არ ვიცით, როცა მოვედით აქ და გვხვდა, ალბათ არავისი არ არის. კარგია, რომ არავისი არ არის. ხედავ ანანასებს ზრდით. მე კი პომიდორის ჩითილებს მოვიტან. ბევრი ადგილია. ახლა პომიდორების მორწყვაც მომიწევს. ნეტავ, ანანასივით გემრიელია? ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია? კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქ? რა არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე.
გახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ, ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფოდ. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ, აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. ბული მოედნის ცენტრში უდევს. ბურთზე უფლება ტრაკი. ის ურტყამს, მაგრამ მეკარე იგერიებს. ამით მატჩი დამთავრებულია. კარგი რა, ყველაზე საინტერესო მომენტზე გავჩერდით. წავიდეთ ბურთი მოვძებნოთ, ვიპოვოთ და თამაში დავამთავროთ. ვიპოვე, ყველანი მომყევით. მომყევით. რა საყვარლები არიან? გეთანხმები, მაგრამ ზღარბით ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ. მოდი ჩვენი ბურთი მოვძებნოთ. მოიცადეთ, რომ გაწვიმდეს?
დინარეში წყალი მოიმატებს და ზღარბებს საფრთხეს შეუქმნის. ოი. რამე უნდა მოვიფიქროთ? კატიას ვკითხოთ. მან ყველაფერი იცის ბუნების შესახებ. აქ დარჩით, მალე დავბრუნდებით. კატია, დახმარება გჭირდება. იქ დედა ზღარბი ყავს და პატარა ზღარბები. მათ სახლს მდინარე წალეკავს. რა საშინელება? ჩქარამაჩვენეთ სად არიან? კარგი, რა პრობლემაა? მდინარე თუ ადიდება, წყალი ზღარბებს და აღრჩობს. იქნებ მათი სახლის სხვა ადგილას გადავიტანოთ. მათი სახლი აქ არის. მათი შეწუხება არ შეიძლება. მაგრამ ერთი იდეა მაქვს. ზღარბებს ხელს ვერ ვახლებთ, მაგრამ შეგვიძლია მდინარე გავწიოთ. მდინარე როგორ უნდა გავწიოთ? ადვილია, კაშხალი ავაგოთ და მდინარის კალაპოტი შეიცვლება. ტურბოზავრებო, წინ! თორ, აქ არხი გათხარე. ტრაკ, ტყეში გამხმარი ხეები მოაგროვე. კაშხალისთვის დაგჭირდება. მინდა პირდაპირ მდინარეში ჩაყარე. აი აქ. აქ იქნება კაშხალი. ტრაკ, ანკი, მორები დააწყვეთ. შესანიშნავი ნამუშევარია. კატა, ნამდვილი მშენებელი ხარ. ყველაფერი გადავიღე. მორები ცვივა, წყალი მოედინება, არაჩვეულებრივია. ახლა ბურთის ზებნა გავაგრძელოთ. და რა მოვიდა თქვენ ბურთს? ბურთი გაფრინდა. რა კარგი მატჩი იყო და ვერ დავასრულეთ. აუცილებლად დაასრულებთ. ვაშა! მაგარია! ტრაკი უტევს. დარტყმა. და მეკარე იგერიებს. მოიცა! მეგობრობამ გაიმარჯვა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.